ეხლა განახებს როგორ გავაკეთებ აი ამ მუხის ფიცრისგან აი ესეთ ლუდის კათხას ამაზე უფრო მაგარს დაჟე მივიღეთ ბევრად სწორი ზედაპირი და ძალიან ბევრი ნახერხი ეხლა კი ეს ლამაზი ფიცარი უნდა დავხერხო 12 თანაბარ ნაწილად აი ყველას გავუკეთებ ეს ხარები რომ ძირი ჩაჯდეს ნახეთ კითკეთის four fingers არ გავს ძირსაც იგივე ფიცრით გავუკეთებ რაც დარჩა ეხლა აი ამ ძირს გავუკეთოთ ისეთი გვერდები რომ კარგად ჩაჯდეს რაც ამუჭერით მაგაში სახელურის დრო მოვიდა დავხატე ეხლა ამას ამოვჭრი და მე ყველაფერს ესეთ დავაწერებ უხეშად დამოჭრილია, ეხლა ცოტა გავალამაზოთ. გავალამაზდა. ეგ არის. ეხლა უკვე შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთად დავაწეროთ. ეს კარგად დაიჭერს. როგორც ხედავთ, ძალიან საგულდაგულოდ გადაუჭირეთ, რომ კარგად დაიჭიროს წებამ და ველოდებით რომ გაშრეს. გაშრა, შეგვიძლია უკვე მოვხსნათ ეს რგოლები და დავიწყოთ აწყობა. ეს ლამაზად მომრგვალდა ქვედა ნაწილის და ზედა ნაწილის. და შეგვიძლია უკვე სახელურიც მივაწებოთ. აი ესე. უცბად დავამუშავოთ ფუტკრის ცვილით და ეგაა. ნახეთ როგორ ლამაზ ფერს აძლევს, თავის ფერს იღებს მუხა და სახელური აკაცია. ფუტკრის ცვილით მუშავდება იმის გამო, რომ უსაფრთხო იყოს, როცა სვაო. აკაცია რა ლამაზი, ფაქტურის არის ნახეთ. მუხაც. მაგრამ აკაცია ბევრად. ლუდის კათხაც მზად არის. ხო გითხარით, ამაზე უფრო ლამაზ გავაკეთებთ. ეს კაია, მაგრამ ეს ბევრად ლამაზია.